დავბრუნდით ეთერში და ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისის დირექტორი ქალბატონი ნინო ბაკურაძე. საღამომშვიდობისა ქალბატონი ნინო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოდით ვისაუბროთ 2019 წლის სასწავლო სეზონზე. როგორც ვთქვით, განათლების სამინისტრომ გამოცდებთან დაკავშირებით მიიღო ახალი კანონი და ცვლილება. მოდით ვისაუბროთ ამ ცვლილებებზე. მოგესალმებით. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. მადლობას გიხდით პირველ რიგში სტუდიაში მოწვევისათვის. დიახ, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, როცა ბრძანეთ, რომ დაანონსდა ახალი კანონი და პროფესიულ განათლებაში ძირეული, ძალიან სასარგებლო, ძალიან წარმატებული რეფორმებია მოსალოდნელი. დავიწყოთ პირველ რიგში მოკლედ აღნიშნავ იმას, რომ პროფესიული განათლება უკვე აღარ იქნება პროფესიულ განათლებაში ჩიხი, რაც თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ პროფესიული განათლების კურსდამთავრებული უკვე ვეღარ ახერხებდა სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში. ამჟამად პროფესიული განათლება თავაზობს ახალგაზრდებს 9 კლასის კურსდამთავრებულებს გულისხმობს საბაზო განათლების ატესტატის მქონე პირებს, სთავაზობს ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგაც პირს საშუალება ექნება ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში. ანუ ეს გახლავთ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც ინტეგრირებულია ზოგადი საგანმანათლებლო ციკლის დისციპლინები და სწავლის შედეგები. ეს პროგრამა დაახლოებით 3 წელს მოიცავდეს იქნება. ამის დასრულების შემდეგ პირზე გაიცემა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი მეოთხე საფეხურის, რომელიც გათანაბრებული იქნება ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტატთან და პირს თავისუფლად შეიძლება ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში. მოდით ვისაუბროთ მიღებაზე, როგორ ხდება თქვენთან მიღება? მიღება ჩვენ სასწავლებელში და ზოგადად კოლეჯებში ხდება ერთიანი პროფესიული ტესტირების, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად. არის დაწესებული მინიმალური ზღვარი, როდესაც პირი გადალახავს 25%-იან ბარიერს, ის ფინანსდება სახელმწიფოსაგან. სწავლება შემდეგ თავისთავად ცხადია, სასწავლებელში უფასოა. კონკურსის შემთხვევაში თუ კი ჩააბარა პირმა, მაგრამ კონკურსით ვერ მოხვდა და აქვს მას ქულების რაოდენობა, შესაძლებელია ეს ქულები მას შეენახოს თავისი განცხადების საფუძველზე და გამოიყენოს შემდეგი მიღებისას. პროფესიულ განათლებაში გარდა აი ამ ინტეგრირებული პროგრამებისა არის კიდევ ცვლილებები, ანუ არაფორმალური განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება ჩვენს კოლეჯშიაც და ჩვენი ტიპის მსგავს, ანუ ანალოგიურ კოლეჯებში საქართველოს მასშტაბით. ეხლა ანუ ჩვენს ტელემაყურებელს დაინტერესებს ბუნებრივია არაფორმალური განათლება, რას მოიაზრებს. ეს არის არა სტრუქტურულ გარემოში ფორმალური განათლების მიღებულ გარემოში შეძენილი კომპეტენციები, უნარჩვევები, რომელიც ანუ აქვს პირს, მაგრამ არ აქვს მისი დადასტურება. მას შეუძლია მობრძანდეს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ის გაივლის შესაბამის დაკვირვებას, ტესტირებას თუ სხვა პროცედურებს, რაც იქნება ამ პროფესიისათვის დამახასიათებელი და მას ეღიარება, ესე ვთქვათ, ეს უნარები. ესევე სთავაზობს პროფესიული განათლება უმაღლესი საგანმანათლებლო, ანუ უმაღლესი განათლების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ეს შეიძლება განახორციელოს როგორც უმაღლეს სასწავლებელთან არსებულმა პროფესიულმა სასწავლებლებმა, ასევე პროფესიულმა და საზოგადოებრივმა კოლეჯებმა ინტეგრაციაში უმაღლეს სასწავლებლებთან. და სთავაზობს კიდევ მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს, სადაც გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. მომზადების პროგრამა თავის თავში გულისხმობს პირის მომზადებას ცალკეული დავალებებისა და ცალკეული ამოცანების შესასრულებლად ამ თუ იმ პროგრამაში, ხოლო გადამზადების პროგრამა მოგეხსენებათ გულისხმობს პირის გადამზადებას ან დამატებითი კომპეტენციების შეძენას ამ თუ იმ სპეციალობაში. და ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, მოგეხსენებათ პროფესიულ განათლებაში ყველა პროგრამა შემუშავებულია დამსაქმებელთა
ჩართულობით და უმეტესი პროცენტი, დაახლოებით 60-70% სწავლებისა ხორციელდება საწარმოში დამსაქმებელთა უშუალო ჩართულობით მათ მიერ დანიშნული კომპეტენტური პირების მოკლედ ხელმძღვანელობით. ალბათ ნინო, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა 2017 წლის და 2018 წლის დასკვნა. დასკვნაში წერია, რომ 2017 წელთან შედარებით 2018 წლის მაჩვენებელი საგრძნობლად დაკლებულია, ანუ პროცენტული მაჩვენებელი. რა მდგომარეობა ამ მხრივ ჩვენს ქალაქში, ჩვენს კოლეჯში არის თუ არა შემცირებული, ანუ ჩაბარების და დამსწრეობის პროცენტული მაჩვენებელი? დიახ, გიპასუხებთ. ესე იგი, დიახ, ზოგადად შემცირებულია, მაგრამ ეს გამოწვეულია არა იმით, რომ რაღაც ინტერესი შემცირდა პროფესიული განათლების მიმართ. მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკა დგას პროფესიულ განათლებაზე და მართლაც აი ძირეული ბერკეტი კვალიფიციურმა კადრებმა უნდა დადონ. ეს გამოიწვია მრავალმა მიზეზმა. გადავდივართ ახალ სტილზე და ახალ მეთოდებზე სწავლების, ეს გახლავთ მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, ეტაპობრივად ხდება, რა თქმა უნდა, ესა ადრე იყო საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. ეხლა კი გადავდივართ მოდულურზე, გარკვეულწილად ეს საჭიროებს გარკვეულ დროს და ამანაც გამოიწვია ზოგი პროფესიების რაღაც დროებით ან შეჩერება, ან გადაწყობა, რაც დროს მოითხოვს თავისთავად ცხადია და ვერ ვიტყოდით ესე, რომ ძალიან შემცირდა ჩვენი ქალაქის პირობებში, მაგალითად, ნამდვილად არ შემცირებულა, რა რაოდენობაც იყო ის რაოდენობა არის დაახლოებით და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან ნორმალურია. არის სპეციალობები, სადაც განსაკუთრებული მოთხოვნა არის სპეციალობები, სადაც აი მეტნაკლებად მოდით ვისაუბროთ, რა პროფესიებს ირჩევენ ყველაზე ხშირად ფოთელი აბიტურიენტები და შემდეგ უკვე სტუდენტები. ფოთელი ჩვენი აპლიკანტები, კოლეჯის სწავლების მსურველები ძირითადად ირჩევენ, აი როგორ გითხრათ, იცით როგორ არის, ანუ არის რამოდენიმე მიმართულება ჩვენთან ტურიზმის, ინჟინერიის, მშენებლობის მიმართულებით, მომსახურების სფერო, საფინანსო სერვისები და ძირითადად უფრო მოთხოვნა არის აი ინჟინერიის მიმართულების სპეციალობაზე ელექტრიკოსი, ელექტროობა დღევანდელი პროგრამით და შედუღება. შემდუღებლის პროფესიაც ძალიან მოთხოვნადია, მინდა გითხრათ, კურსდამთავრებულთა დაახლოებით 80% უკვე დასაქმებულია. ესევე მოთხოვნადია, მინდა ვთქვა, ტურიზმის სფერო, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, რომელიც საფხულის აი სეზონის პერიოდში სრულად საქმდებიან, ხოლო წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად სტატისტიკას ვაკეთებთ, წლის განმავლობაში სადღაც 60% ნარჩუნდება, მოკლედ ესევე დასაქმებადია, თვით დასაქმებადი არის უფრო ხშირადად სამკერვალო საქმე და თმის ხელოვნება. დაახლოებით ესეთი სტატისტიკა არის. მოდით ვისაუბროთ ინკლუზიურ განათლებაზეც, რაც უფრო დრო გადის ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, მით უფრო პოპულარული ხდება და უფრო ყურადღებით ეკიდებიან ინკლუზიური განათლების სფეროს. ამ მხრივ რა მდგომარეობაა ჩვენს კოლეჯში? არის თუ არა შესაბამისი სტანდარტი? დიახ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კოლეჯი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ანუ არ გახლავთ ადაპტირებული სველი წერტილები, ლიფტი, პანდუსები და ასე შემდეგ. ყველა პირობა არის იმისათვის ესეთ ადამიანებს კოლეჯში სწავლების ყველა პირობა აქვს შექმნილი რა. ყავს თუ არა დღეს? დღეს ჩვენ ყავს 4 ესეთი ინკლუზიური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი და რა პროფესიებს ეუფლებიან? ერთ-ერთი მათგანი ეუფლება გოგონა სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სპეციალობას, 3 მათგანი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ეუფლებიან, აი გამომრჩა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოთხოვნადია IT მიმართულების სპეციალობები, მით უმეტეს, როცა ჩვენს კოლეჯში დაინერგა Cisco საერთაშორისო პროგრამაც, სტუდენტები ჩვენი კოლეჯის სახელმწიფო დიპლომთან ერთად შესაბამისი სპეციალობის, ანუ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტი იღებს Cisco საერთაშორისო სერტიფიკატსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ გაქვთ პროცენტული მაჩვენებელი,
ზოგადად ხო, თქვენთან დამთავრებული სტუდენტი რამდენი პროცენტი მსახურდება სამსახურში? დიახ, რა თქმა უნდა, გვაქვს დაახლოებით 59%, დაახლოებით ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ ამის შიდა ძალებით სტატისტიკას და გამოკითხვას, გვაქვს ინფორმაციული ბაზა, რომლის გადამოწმება რამოდენიმე წლის განმავლობაში ხდება, დაახლოებით 59% დასაქმებულია. დიახ. მეგონი საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. დიახ, ვფიქრობ არ არის ცუდი. ჩვენი ქალაქის რაც შეეხება სწავლის პროცესს, რამდენი წელი მოიცავს სწავლის პერიოდი? ყველა პროგრამას სხვადასხვა მოცულობა აქვს სწავლების ხანგრძლივობის, დაახლოებით 2 წლამდე, სანამ ინტეგრირებული პროგრამები გვექნება. ინტეგრირებული პროგრამები თავდაპირველად განხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში, რადგანაც იქ უკვე წარიმართა პილოტირება რამოდენიმე კოლეჯში, წინ ვსწრებათ, ეხლა იქ განხორციელდება ძირითად პროგრამებში და ხოლო შემდეგ უკვე მოიცავს საქართველოს სრულად. თუ არის რაიმე ახალი პროფესია, რომელიც გახსნის დღის შემდეგ შეემატა უკვე სასწავლო პროცესს? თქვენ გულისხმობთ 2019 წელს. ახლა ანუ გახსნის დღიდან თუ შეემატა რაიმე ახალი პროფესია? რა თქმა უნდა, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მუდმივად ცვალებადი არის ჩვენი პროფესიები. ჩვენ ვეყრდნობით გლობალურ კვლევებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და ასევე ჩვენს შიდა ბაზარს ადგილობრივს ვიკვლევთ ჩვენივე ძალებით, ჩვენთან მუშაობს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური, რომელიც ამ საქმეს კურირებს. აქედან გამომდინარე, იცვლება სპეციალობები, ან ხდება გადაწყობა მონათესავე სპეციალობებზე, რომელიც უფრო მოთხოვნადია ჩვენი ქალაქის მასშტაბით. ამ ეტაპზე ვამზადებთ ახლა მოკლედ ავტორიზაციისათვის 3 პროგრამას, რომელიც გამოიკვეთა, არის მოთხოვნადი, ეს არის ამწის მემანქანის სპეციალობა, არის გადაზიდვები, ლოჯისტიკა, სპეციალობა და სარესტორნო საქმის სპეციალისტის სპეციალობა, რომელიც ახალი მოდულური პროგრამა გვექნება. რაც შეეხება სპეციალისტებს, ვინც დასაქმებულები არიან და ასწავლიან სტუდენტებს, რამდენად კვალიფიცირებულები არიან და რამდენად პროფესიონალები არიან? დიახ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პედაგოგების, ჩვენი მასწავლებლების, პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციაზე მუდმივად ზრუნავს სახელმწიფო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და მასწავლებელთა სახლის მიერ მუდმივად ტარდება ტრენინგები მასწავლებელთათვის, როგორც პროფესიულ უნარებში, ასევე პედაგოგიკაში და ასე შემდეგ, რაც კი სჭირდებათ, ესევე პრაქტიკული უნარების შეძენის კუთხით სხვადასხვა საწარმოებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კოლეჯის მაგალითზე, ჩვენი კოლეჯის მასწავლებელთა უმეტესი ნაწილი ვიტყოდი, რომ შეიძლება მხოლოდ ის არ არის ჯერ სრულად დატრენინგებული, ვინც ვთქვათ, ამ ეტაპზე მივიღეთ, ვინც კი არის დაასწავლის, ყველა არის მოკლედ. არიან თუ არა ისეთი პედაგოგები თქვენთან დასაქმებული, რომლებიც სწავლა თქვენთან გაიარეს და შემდეგ დარჩენ უკვე პედაგოგები? არიან. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის მასწავლებელი ჩვენი ყოფილი კურსდამთავრებული არის, რომელიც ეხლა ამ ეტაპზე ასწავლის ჩვენთან ძირითად პროგრამას სპეციალურ საგანძიებელს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო, მე მგონი ამ მომწურავად ვისაუბრეთ და ბოლო შეგეკითხებით თუ იგეგმება რაიმე მასშტაბური სიახლე თქვენს კოლეჯში, რომელიც ისე მოაბრუნებს დაინტერესებულ სტუდენტებს თქვენი კოლეჯისკენ. დიახ, იგეგმება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენს კოლეჯში მრავალი ინოვაციური პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, როგორიც არის 1000 წლეულის გამოწვევის ფონდი, მოდის გიხდით. გაეროს განვითარების პროგრამა და ასე შემდეგ, სადაც მეთევზეობის მიმართულებით ახალი ინოვაციური პროფესიები დავნერგეთ და ინტენსიურად მიმდინარეობს სწავლება ამ მიმართულებით. ეხლა ვემზადებით ჩავერთოთ საპილოტო პროგრამაში, რომელიც გულისხმობს მომზადება გადამზადების პროგრამებს ინჟინერიის მიმართულებით და კერძოდ გვექნება ელექტრიკოსის მიმართულებით და ახლა ვისარგებლებ თქვენი ეთერით, მინდა რომ ჩვენს ტელემაყურებლებს ვაუწყო, როცა კი განაცხადს გავაკეთებთ და ეს იქნება უახლოეს პერიოდში, შეუძლიათ მობრძანდნენ, დარეგისტრირდნენ
ეს არ იქნება ძირითადი კურსი, ეს იქნება გადამზადების კურსი და ჩვენ მათ ანკეტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ჩავიწყებთ მოკლევადიან კურსებზე. შემდგომი დასაქმების პერსპექტივით გახლავთ ეს კურსები. და კიდევ ერთი რაც მინდა დავაანონსო, ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ჩვენსა და გერმანიის ერთ-ერთი გერმანელებთან ერთ-ერთი ორგანიზაცია არის საქველმოქმედო ორგანიზაცია პირველად შემოდის საქართველოში უკვე იყვნენ და ჩვენი კოლეჯის ბაზა დაათვალიერეს ისინი შემოდიან დურგლის მიმართულებით სახელოსნო იგეგმება სახელოსნოს აგება კოლეჯის ტერიტორიაზე ასევე ახალი პროგრამების დანერგვა და აღჭურვა სახელოსნოსი თანამედროვე დანადგარებით რაც კი დურგლის სპეციალობას ესაჭიროება შემდეგ იქნება გაცვლითი პროგრამები იქნება მოწვეული 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდეს იქნება ეს პროცესი მოწვეული სპეციალისტი რომელიც ადგილზევე დაატრენინგებს ჩვენს მასწავლებელს ძალიან კარგი ინოვაცია და გამოხმაურება იქნება თქვენი კოლეჯის მადლობა იმედს სტუდენტების რაოდენობას. რამდენი სტუდენტი გადისწავლებას 2019 წლის სეზონზე? ჩვენთან მიღება ორჯერადად ხდება წელიწადში, ეს არის საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღება. საშემოდგომო მიღება უკვე განვახორციელეთ და დაახლოებით 300-მდე სტუდენტი გადის 12 სპეციალობაზე სხვადასხვა მიმართულებით სწავლებას. საგაზაფხულო მიღებას ისევ გეგმავთ, სავარაუდოდ დაახლოებით 100 სტუდენტს იქაც გამოვაცხადებთ ასამდე მიღებას. რა ვიცი, ვფიქრობთ რაღაც წარმატებები კიდევ და კიდევ გვექნება. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენი ტელევიზიის მაყურებელს, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისის დირექტორი ქალბატონი ნინო ბაკურაძე. კურსები დღეს ამით დასრულებულია. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.